ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდი ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან გამოწვევაზე ეს კითხვა და ეს ლოგიკური კითხვა გაჩნდა შარლო პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სადაც ის აკრიტიკებს და ეხმაურება მარტა კოსის ევროკომისრის გაფართოების საკითხებში განცხადებას და სადაც მარტა კოსი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ევროკავშირის ვეტოს უფლება შეიზღუდოს. ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მიღებული არ არის, თუმცა ამას პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მძიმე და მკაფიო რეაქცია მოყვა. მე ვციტირებ შალვა პაპუაშვილის პასუხს. ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს არ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველოს 4 წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფო არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია. სწორედ ამ განცხადებამ გაჩინა განცდა, რომ ქართული ოცნება კიდევ უფრო მძიმე სცენარისთვის ემზადება. ოპოზიციას ახსენდება ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის ყოფილი და შემდეგ უკვე გაქცეული პრეზიდენტის სცენარი, როდესაც 2013 წელს ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და რასაც შემდეგ უკვე 2014 წელს მძიმე პროცესები მოჰყვა ევრომაიდანი და რასაც უკრაინელი ხალხის მძიმე რეაქციები მოჰყვა. სწორედ იგივე სცენარის განვითარების შესაძლებლობას ხედავს დღეს ოპოზიცია, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდის პირველი ნაბიჯი, როდესაც 2 წლის წინ 28 ნოემბერს მათ უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და პრაქტიკულად შეაჩერეს მოლაპარაკებები. ახლა ოპოზიციის თქმით მომავალი ლოგიკური ნაბიჯი არის ის, რომ ივანიშვილის გუნდმა საერთოდ თქვას უარი 78 მუხლზე კონსტიტუციის ჩანაწერზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და უკან გამოიწვიონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წევრობის განაცხადი. ქართული ოცნება მიყვება აბსოლუტურად იანუკოვიჩის, ასე ვთქვათ, გაწერილ გზას, რა იყო ეს გზა. იანუკოვიჩს ჰქონდა იმედი, რომ იმდენად სულად მოიქცეოდა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით და სხვა გზებით, რომ ევროკავშირი უბრალოდ იძულებული იქნებოდა, რომ უარი ეთქვა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაზე და მიუხედავად ამისა, როდესაც სიურპრიზი მოუძღვა ევროკავშირმა და შეთავაზა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, მას მოუწია რეალურად საკუთარი თავის და საკუთარი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის ჩვენება. ანალოგიურად მოიქცა ქართული ოცნება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მე გობახიძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას. შემდეგი ეტაპი არის უკვე განაცხადის გამოწვევა უკან და როგორც ჩანს რუსეთი თხოვს, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. მე მგონია, რომ ეს არის სავაჭრო ბერკეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად იციან ქართულმა ოცნებამ, რომ შეიძლება ევროკავშირმა აწონდაწონოს და თავად გადაწყვიტოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. რახან ჩვენი მთავრობა ვერ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც აიღო და როგორც გააკეთეს 24 წლის 28 ნოემბერს თვითონ წყვეტენ გამწვავონ ურთიერთობა, რომ რაც შეიძლება მეტი ფიგურა აიღოს საჭადრაკო მაგიდიდან. შენ დააპირებ, რომ მე დამსაჯო იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი გამიკეთებია და შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია გამიჩერო, მაშინ მე მოვემზადები იმისთვის და დაგემუქრები. იმით, რომ შეიძლება საერთოდ კანდიდატის სტატუსიდან განაცხადი უკან გავიტანო. საერთაშორისო სამართლებრივად ეგ იქნება აბსურდი. შალვა პაპუაშვილის განცხადებაში დამაფიქრებელი არის ის ტონი, რომლითაც ის საუბრობს და ის განწყობა, რომელიც აქედან გამოსჩვევის. ის თითქოს ზეიმობს იმას, რომ ევროკავშირი ასეთ განცხადებას აკეთებს, სადაც თქვათ რაღაც წევრებს ნაკლები უფლებები ექნებათ და ეს არის ქართული ოცნებისთვის როგორც ჩანს აი ესეთი საზეიმო განწყობის შემქმნელი და იმის სათქმელი საკუთარი აუმრჩევლისთვის, რომ აი ჩვენ რომ ვამბობდით, რომ ევროკავშირი ის აღარ არის რაც იყო, ნამდვილად ასე ხდება. ეს უჩვენებს იმას, რომ ქართულ ოცნებას რეალურად არასოდეს არ სურდა ევროკავშირში გაწევრიანება, განსაკუთრებით 2022 წლიდან და სამწუხაროდ ის ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს აი ამ ცრუ დაპირებით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ განცხადებას, მე ვთვლი, რომ ის გადაიხედება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროკავშირის პრინციპებს ასეთი რამე წინააღმდეგება შეიძლება
ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ახლა შესაძლო სცენარს ტესტავს, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველშიც როგორი რეაქცია მოჰყვება მსგავსი ტიპის ნარატივს და ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახალ შანტაჟზე გადავიდა ევროკავშირის მიმართ და ეს უკავშირდება შესაძლოა მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხსაც. საბოლოო ჯამში შალვა პაპუაშვილის ამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ქართული ოცნების რიგითი წევრებიც ამბობენ, რომ დღეს ევროკავშირი არ არის ის ალიანსი, რომლის წევრობაზეც განაცხადი საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 4 წლის წინ შეიტანა და რომელში გაწევრიანებაც ასევე ქართულმა ოცნებამ წლების წინ კონსტიტუციაში ჩაწერა და საუბარია კონსტიტუციის 78 მუხლზე, სადაც ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს დიდი წვლილი და კონტრიბუცია იმისთვის, რომ საქართველო ერთ დღეს გახდეს ევროგაერთიანების წევრი. ნინო წილოსანმა ისაუბრა ცოტა ხნესი პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და დიახ შესაძლო ეს სცენარიც არ გამორიცხა. მთელ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ არა მხოლოდ ეხლა, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველომ თავისი ეროვნული კანონმდებლობის მიღებაც კი ვერ შეძლო, ისე რომ სასწაული ზეწოლის და შანტაჟის ობიექტი არ გამხდარიყავით ევროკავშირის პოლიტიკოსების თუ ბიუროკრატების მხრიდან, რომ ზუსტად იმ მომენტში დაიწყო ევროკავშირის ბიუროკრატიამ იმ ურთიერთმოლაპარაკებული ორმხრივად შეთანხმებული პირობების დარღვევა, რომელიც საქართველოს და ამ დიდ კავშირს ჰქონდა. ჩვენ მქონდა უფლება, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა მიგვეღო, ამ კანონმდებლობით არ ვეწინააღმდეგებოდით არაფერს ევროპულს და დასავლურს, თუმცა ამის მიუხედავად იყო უთანასწორო და რაც თავარია ორმაგი სტანდარტებით ნაკარნახები გადაწყვეტილებები მიღებული. ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ დღეს ჩვენ გვესმის, როგორ უუფლებო წევრების მიღებას აპირებენ გაფართოების შემთხვევაში და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ თავის დროზე, როდესაც ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ 78 მუხლი. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელმა ვრცელმა განცხადებამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მათ შორის ოპოზიციისთვისაც ის, რომ ქართული ოცნების რეალური მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს ყოფილა და ახლა ნიადაგს ამზადებენ, მათ შორის ამზადებენ პროპაგანდასაც და ცდილობენ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები და შესაძლო წევრობის განაცხადის უკან გამოწევაც დააბრალოს ევროკავშირს, პასუხისმგებლობა თავად სრულად მოიხსნან და ამ ფორმით შეასრულონ ოპოზიციის თქმით რუსეთის და კრემლის პირდაპირი დაკვეთა. პირდაპირ ეთერში ინა ცარციძე საუბრობდა.